გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ჯაბა ზარქუა, გასტროენტეროლოგი და თქვენი ყოფით ხა ჩემს YouTube-ის გვერდზე, რომელიც ეხება გასტროენტეროლოგიას, გასტროპაციენტებს, გასტროდაავადებებს და მოკლედ რა, კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე გელით. აუცილებლად გამოიწერეთ ეს არხი თუ გინდათ, თუ ეს თემა გაინტერესებთ რა გასტროენტეროლოგია და თუ რა თქმა უნდა გაინტერესებთ არაყვითელი გასტროენტეროლოგია, ყვითელ სკანდალურ და რაღაცა ის დალიეთ, რა ქვია, ყვავის ნახარში და ამით ქრონიკული ჭიულები გაქრება, ასეთ კონტენტს აქ ვერ ნახავთ ვერასდროს რა. მოკლედ, დავიწყოთ დღეს ვისაუბრებთ სიბოზე, წვრილი ნაწლავის ჭარბაქტერიულ ზდაზე. ეს არის და ვისაუბრებთ ამერიკის გასტროენტეროლოგთა კოლეგიის, რომლის წევრიც ვარ, გაიდლაინის მიხედვით, რომელიც 2020 წელს გამოსცეს. სიტყვა გაიდლაინის, ვინც დემონიზებულია ჩვენ ქვეყანაში და არ შეგეშინდეთ, გაიდლაინი არის ბევრი კლინიკური კვლევის და ბევრი სამეცნიერო მტკიცებულების მიმოხილვა რა და ერთ-ერთი დოკუმენტი გაიდლაინის გარდა მილიონი დოკუმენტია უბრალოდ სიბოზე არსებობს გაიდლაინი და ამიტომ ის გადავწყვიტე რომ ის მიმოხილვა თქვენთვის რა. და რაღაც ჩემი აქცენტები გამეკეთებინა. სიბოზე, ეხლა რა მინდა გითხრათ, იცით რომ ჯერ საერთოდ რატო გადავწყვიტე წვრილი ნაწლავის ჭარბაქტერიულ ზდაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ერთ-ერთ ყველაზე გადაფასებული, ზედმეტად გადაფასებული დიაგნოზით შეიძლება იყოს გასტროენტეროლოგის პრაქტიკაში. და სამწუხაროდ ამაში ექიმების როლიც იყოს რა. ხა მთელი ამ მოხსენებიდან მინდა რომ დაგჩეთ ერთი მთავარი გზავნილი. ყველა მუცლის შებერულობა არ არის სიბო და ანტიბიოტიკით მკურნალობის დაუსრულებელ ციკლში ამის გამო არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეხვიდეთ რა. აი ეს იქნება მთავარი გზავნილი, რაც მოვა ამ მოხსენების მერე რა. და ეხლა ამას უბრალოდ ვეცდები რომ არგუმენტებიც მოვიყვანო, ეხლა ცოტა უფრო მეტი რა და განახოთ რომ ამას შეიძლება დააზიანოს პირიქით თქვენი ჯანმრთელობა უფრო მეტად. ეხლა უყურეთ გასტროენტეროლოგიაში ეხლა ძალიან ბევრი დაავადებები არის და მით უმეტეს დღეს რომ სოციალური ქსელები ძალიან განვითარებულია, რომ მარტო მე მაქვს ნანახი ერთი 3 თუ 5 ვიდეო ვიღაცა ტიპების, ანუ ინფლუენსერების, ჯიმის ტრენერების, ვიღაცა უბრალოდ ლამაზი ხალხის, რომლებიც დგანან და ლაპარაკობენ, რომ აი წვრილი ნაწლავის ჭარბაქტერიულ ზდა იცი რა არის და იცი ანტიბიოტიკი და რაღაც ზიგიშე რა. ანუ ეს არის ისეთი რა პოპ კულტურაში შემოვიდა უკვე ეს დიაგნოზი რა, რაღაცა მეინსტრიმ მედიაში შემოვიდა და რაღაცა ხალხი ვიდეოებს წერს სიბოზე და ამავდროულად. რაც იგიჟეა, რაც იწვევს ადამიანების დაზიანებას რა. სიბო რეალურად მართლა არსებობს. დისბიოზის, დისბაქტერიოს რაც ვეძახით, მეცნიერულად დადასტურებული ერთ-ერთი სახეობა და სიბო გულისხმობს შემდეგ რამეს. ამ მსხვილი ნაწლავში არსებული ბაქტერიების, რომლებსაც აქ უნდა ყოფილიყვნენ რა და არიან კიდევ მსხვილ ნაწლავში არსებული ბაქტერიების აცოცებას ზემოთ, წვრილ ნაწლავში. სიბო არ არის რაღაცა ინფექცია, რომელიც უნდა დაემართოს ადამიანს და რაღაცა არც თანდაყოლილი მდგომარეობა არ არის. არის რაღაცა პათოლოგიური სიტუაციის შედეგი, როდესაც მსხვილი ნაწლავიდან ბაქტერიები ავიდნენ ზემოთ რა. და არა მარტო ბაქტერიები, ამას ვახსენებთ გაკვირვით ბოლოსკენ, თუმცა მოდი არ ავხლართოთ ეხა სიტუაცია. ეხა მინდა რომ მექანიზმი გავიგოთ რა, რა არის წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ყოფნა, რატო არის პრობლემა და რა გააკეთა ევოლუციამ საიმისოთ, რომ წვრილ ნაწლავში სტერილური გარემო შეენარჩუნებინა. წვრილ ნაწლავში ხდება ნუტრიენტების შეწოვა, ანუ საკვები ნივთიერებების შეწოვა. ანუ წვრილი ნაწლავი არის ძალიან წვრილი ნაწლავი თუ ჭამთ რა მარტივად რო ვთქვათ. და საერთოდ არ ჭირდებოდა ადამიანს აქ კონკურენტი. ანუ ბაქტერიების არსებობა წვრილ ნაწლავში ნიშნავს, რომ საჭმელი, რომელიც და ნუტრიენტები, რომლებიც ჩვენ უნდა შევითვისოთ, უნდა შეითვისონ ბაქტერიებმა. იმათ უნდა წაგვართვან რა. და ამის გამო რაღაცნაირად სტერილური გარემო უნდა შენარჩუნებულიყო წვრილ ნაწლავში და ამიტომაც მოაწყო ბუნებამ და ევოლუციამ ასე მთელი რიგი ბარიერები ამიტომ დააწესა, რომ ეს პროცესი, საწვრის შეწოვის პროცესში შეფერხება ადამიანს არ ქონოდა რა. პირველი ბარიერი გამოდგა კუჭის წვენი. კუჭისში არის, აი წინა ვიდეოში ვთქვით, მჟავიანობა, იმის რა ქვია, აკუმულატორის დონის მჟავიანობა, ხო? ეხლა კუჭში რო ასეთი მჟავიანობა არის, რატო არის, ხო, ასე ტყუილად ხო არ არის ასეთი მჟავგარება? იმიტომ რომ პირველი ფილტრია, რომ ბაქტერიები გაანადგუროს და წვრილ ნაწლავში ბევრი ბაქტერია არ შევიდეს. შემდგომ იმის ქვემოთ უკვე რო ჩამოდის პანკრეასის და ნაღლის წვენები, რომლებიც ასევე ბაქტერიოციდული თვისებებით გამოირჩევიან და ანადგურებენ, ვთქვათ, მათ. პლუს ამას მუდმივი მოძრაობა. წვრილ ნაწლავში სულ ხდება მოძრაობა, საჭმელი როცა გადაადგილდება, მაშინ ხო ხდება და ისედაც ხდება, ამას ქვია მიგრაციული მოტორული კომპლექსები, MMC კომპლექსები, რომლებიც ნელა ჩათვალეთ, რომ ოთახს სულ ანიავებენ რა, ასე ჩახუთულობა იქ არასდროს არ არის.
და კარები, სარქველი, ილიოცეკალური სარქველი, რომელიც არის მსხვილი ნაწლავსა და წვრილი ნაწლავის ტერმინალურ ილეუმის მსხვილ ნაწლავში გადასვლის ადგილი. ანუ წვრილი ნაწლავში სადაც უნდა გადავიდეს მსხვილ ნაწლავში. იქ არის კარი, რომელიც ერთ მხარეს იღება, მაგრამ მეორე მხრიდან არ იღება. ეს კარი არის იმისთვის, რომ მსხვილი ნაწლავიდან ბაქტერიები ზემოთ არ ამოვიდნენ, რა. ეს არის ის ძირითადი მექანიზმები მარტივად, რომლებიც გვჭირდება იმისთვის, რომ წვრილი ნაწლავის სტერილური გარემო შევინარჩუნოთ და საჭმელი არ წაგვართვა ბაქტერიებმა და პატარა საძაგელმა ორგანიზმებმა. SIBO ვლინდება ხოლმე ამ ყველაფრის დარღვევის შედეგად. ანუ SIBO არის რაღაცეების შედეგი, რომელიც ხდება მე თავისთავად რაღაცეების მიზეზი რა. თუმცა SIBO-ას ცალკე აღებული SIBO დაავადება ასე არ არის რა, უფრო თანხლები არის რაღაცა დაავადებების. მაგალითად სტრუქტურული პრობლემების, აი ეს ილიოცეკალური სარქველი მაგალითად, როცა რაღაც ქირურგიული ჩარევის გამო მოცილებულია და ეგ უბანი საერთოდ ამოღებულია, SIBO-ს განვითარების დიდი რისკია. ბაიპას ქირურგია როცა გაკეთებული არის, SIBO-ს განვითარების დიდი რისკია. ბრმა მარყუჟები როცა დატოვებული, SIBO-ს განვითარების დიდი რისკია. დივერტიკულები თუ აი შეიძლება SIBO განვითარდეს, წვრილი ნაწლავის დივერტიკულები, დიდი ზომის დივერტიკულები. პლუს ამას თუ ეს მიგრაციული MMC კომპლექსების მუშაობა თუ არის დარღვეული მაშინ. მაგალითად სხვა დაავადებების დროს, დიაბეტის დროს, სისტემური სკლეროზის დროს, ნერვულ სისტემის სხვა პათოლოგიების დროს შეიძლება განვითარდეს ასე ამ მექანიზმით MMC კომპლექსების ნაკლები განია მუშაობით და ანუ ამ წვრილი ნაწლავის გარემოს ნაკლები განიავების შედეგად შეიძლება განვითარდეს ეს თანხლები პათოლოგია რა, წვრილი ნაწლავის ჯარბაქტერიოზი და ისე სისტემური მიზეზები შეიძლება ჰქონდეს ამას რა. მაგალითად ოპიატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის უფრო ნელა მუშაობა და SIBO-სადმე უფრო მოწყვლადი გახადოს ადამიანი. იქ დიდი დოზით პროტონი ტუმბოს ინჰიბიტორებმა შეიძლება გამოიწვიოს, შეიძლება რა, ასე დადასტურებული ბოლომდე შეიძლება არ იყოს. ასე რომ დიდი დოზით ხანგრძლივ ზედმეტ გამოყენებაზეა მან საუბარი რა, ასე რომ არ შეწყვიტოთ რა თქმა უნდა წამლები ხა ამის გამო SIBO შიშით. და როცა განვითარდება ეს SIBO, შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სიმპტომებით რა. ეს სიმპტომები არის ძალიან ზოგადი. მუცლის ტკივილი, შებერილობა, გაზების დაგროვება, დიარეა. ოღონდ ახლა შებერილობა და ტკივილი და დიარეა შეიძლება ღზევ ნაწლავის სინდრომსაც ახასიათებდეს, SIBO-საც ახასიათებდეს, ხო? და ანუ ეს მარტო ჩივილების არსებობა, მით უმეტეს მარტო ერთი ჩივილის არსებობა შებერილობის. არ არის საკმარისი რომ SIBO-ს დიაგნოზი დაუსვა ადამიანს და ანტიბიოტიკებით უმკურნალო რა, მით უმეტეს მრავალჯერ. ამაზე აუცილებლად მინდა რომ გაფრთხილდეთ რა. ექიმი თუ უეჭვებს SIBO-ზე, აუცილებლად უნდა გამოიკლიოს რამითი, ან გამოკვლევა თუ არ არის ხელმისაწვდომი, ემპირიულად მოიაზროს ანტიბიოტიკები. განვითარებული ქვეყნების გაიდლაინები ემპირიულად პირდაპირ ანტიბიოტიკების დანიშვნას, რა თქმა უნდა, არ უწევენ რეკომენდაციას, იმიტომ რომ ის არის ჭარბი მკურნალობის დიდი საფრთხეა რა. თუმცა ჩვენ ქვეყანაში რადგან SIBO-ს ტესტირება ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის, მაღალი ხარისხის ტესტირება, ამიტომ მე პირადად ემპირიულად ნიშნავ ხოლმე ანტიბიოტიკებს, ოღონდ როდესაც აი იქ ჩამოთვლილი წინის წინა სლაიდზე რო ვთქვი რა. აი აქედან თუ გვაქვს რომელიმე კარგად გამოხატულ მიზეზთან საქმე და თუ ბერე პაციენტის ჩივილებიც არის, ხო? და თუ კიდევ სხვა ნიშნებიც არის იმ ჩივილების დინამიკას რო გადავწვალ, აი მე შეიძლება ვიფიქრო, ვიეჭვო კლინიკურად SIBO-ს, თორე ასე მუცელი ებერება პაციენტს ანტიბიოტიკი დაუნიშნო არავითარ შემთხვევაში რა. პირიქით უფრო მაღალი უნდა ქონდეს კლინიკური განსჯის ზღვარი, ასე ვთქვათ, ასეთ დროს რა, როცა ასე დიაგნოზია საქმე. არის უნთქვის ტესტები და არის ასპირაცია, ასე ისმევა ამის დიაგნოზი. ოქროს სტანდარტია ასპირაცია, ანუ ასპირაციის დროს ენდოსკოპი შედის წვრილი ნაწლავში, 12 ნაწლავში, იქიდან სითხე ამოაქვს და ეს სითხეში საზღვაო მე მიკროორგანიზმების არსებობა და თუ რაღაცა რაოდენობაზე მეტი გამოვა, მე SIBO-ს დიაგნოზი ისმევა. ანუ არის უნთქვის ტესტები, როდესაც პაციენტს მისცემენ სხვა ნახშირ წყალს და შემდგომ უკვე ამანასუნ ხაერში გაზებს ითვლიან რა. ოღონდ აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეთ ამ ტესტირების ცრუ პასუხებს რა. იმიტომ რომ როგორც ცრუ დადებითი პასუხებია ხშირი, ასევე შეიძლება მithumedes თუ უხარისხო რეაქტივებია და უცუდად აკეთებს ადამიანი, ასევე ცრუ უარყოფითი პასუხები შეიძლება იყოს ხშირი. ასე რომ სუნთქვის ტესტებთან ძალიან სიფრთხილეა საჭირო. აი მაგალითად თუ ადამიანის თვითონ ნაწლავის ეს პერისტალტიკა ნაწლავის არის სწრაფი, ხო? შეიძლება ეს ნახშირწყალს ლაქტულოზას რომ მისცემენ, ეს ლაქტულოზა ძალიან მალე გადავიდეს მსხვილ ნაწლავში.
და მსხვილი ნაწლავის ბაქტერიებმა დაიწყო მე მისი ფერმენტაცია და ამონას უთხაერში რეალურად წყალბადს რო გაზომავენ, მსხვილი ნაწლავის ბაქტერიების მიერ გამომუშავებული წყალბადი იყოს და ეს ექიმ შეცვალებით ეგონოს, რომ წვრილი ნაწლავის ჭარბი ბაქტერიულის და არის. პრობლემაა. და პირიქითაც რა ხა ანტიბიოტიკების მკურნალობის მერე მაგალითად ნამკურნალ პაციენტთან უცებ თუ გაიგეთ აი ტესტი შეიძლება სრულუარყოფითი პასუხები მისცეს ან თუ ნელი ტრანზიტია შეიძლება სრულუარყოფითი პასუხები მისცეს. პლუს ამას არის აი სუბსტრატი სხვადასხვა რა გლუკოზაზე დაფუძნებული ლაქტულოზაზე. თავის პლუსები აქვს, თავის მინუსები. ახლა ლაქტულოზა უფრო ქვემომდე ჩადის ხოლმე, რაც თავის პლუსიც აქვს და მინუსიც და გლუკოზა მალევე შეიწოვება ზედა ნაწილიდან წვრილი ნაწლავის და ამიტომ ახლა SIBO თუ განვითარებული არის ცოტა ქვემოთ თეზოს ნაწლავში იმის დიაგნოსტიკისთვის ეგ არ გამოდგება. და არის IMO რა, IMO არის მეთანოგენების ჭარბის ზრდა ნაწლავებში. და ეს მეთანოგენების ჭარბისთვის ლაქტულოზაა კარგი, იმიტომ რომ ლაქტულოზა უნდა მეთანის გამომუშავება საერთოდ არ უნდა ხდებოდეს რა ნორმალურ შემთხვევებში და ამას თუ გაზომავს, რა ქვია, ექიმი რა, ოდრა მომატებას კი აქ თრეშოლდი უფრო ნაკლები არის. საკმარისია დიაგნოზის დასასწრებლად რა. ეს საქართველოს საერთოდ ეს კიდევ ახალი თემაა რა, ეხა ეს არ არის ასე ფართოდ ხელმისაწვდომი რა. მეთანოგენობის overgrowth-ი, ანუ ბაქტერიები კი არა, სხვა პოპულაცია არქეს ტიპის მიკროორგანიზმების ჭარბის და განაპირობებს ამ IMO-ს. და მათ შორის შედარებას ახლა რო გითხრათ რომ დიდი კლინიკური სხვაობა აქვს და ახლა გასტროენტეროლოგები ასე უღრმავდებიან ამას intestinal methanogen overgrowth-ია თუ small intestinal bacterial overgrowth-ი, ეს ასე დღევანდელ გასტროენტეროლოგიაში არ არის რო არ მოგატყუეთ. თუმცა საინტერესო თემაა რა და ტვინში რაღაცა ჩაგდება და ინფორმაციის ღირსი. და იმდა კლინიკურად განსხვავდება რა, იქ შეკრულობის დროს შეკრულობა უფრო წამყვანი ჩივილია რა და შეუშებელობა და სხვა შორის ბევრ კლინიკურ შემთხვევაში საკმაოდ კაი დამხმარე შეიძლება იყოს intestinal methanogenების overgrowth-ის დადგენა და მერე მკურნალობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ რა, ისეთი ამბავია რა, აუცილებლად უნდა გავფრთხილდეთ ერთ რამეზე, რომ ზედმეტი მკურნალობა უფრო მავნეა ხშირ შემთხვევაში, ვიდრე საერთოდ არ მკურნალობა. გააჩნია დაავადებას რა. არის დაავადებები ჩვენ სფეროში არაერთი, სადაც ჭარბი მკურნალობით პაციენტები ზიანდება. აი, SIBO-ზე მაგალითად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ SIBO-ს ჭარბი მკურნალობით დაზიანებული პაციენტი არაერთი მინახავს, მართლა არაერთი. და SIBO-ს გვიანი მკურნალობით რომ პაციენტს რამე დაზიანებოდეს, მაგეთი პაციენტი ასე სცენარი არ არსებობს რა რეალურად. ძალიან რაციონალურები იყავით რა, მესმის რომ ნეიროგასტროენტეროლოგიური პრობლემების დროს ჩვენ ტვინი მიდრეკილი ეკითხენ, რომ რამე მიზეზი, თვალით ხილული მიზეზი იპოვოს, მოახდინოს მისი პრობლემების ობიექტივიზაცია და შემდგომ დაიწყოს მკურნალობის ციკლი. თუმცა ხშირ შემთხვევაში ის რაც გვინდა და წარმოგვიდგენია, ეს ასე არ არის რა და რეალობას არ შეესაბამება. SIBO-ს დიაგნოზი იწყება კლინიკური კარგი დაკვირვებით. თუ გაქვთ SIBO-ს გამოწვევის რისკები, ხო? მაშინ კიდევ ღირს ამ დაავადებაზე ძალიან სიფრთხილით ან ტესტირება, ან ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია თუ ტესტირება არ არის ხელმისაწვდომი. თუ არის ხელმისაწვდომი, ჯობია ტესტირება რა. თუ მაღალი ხარისხის და ისეთ რა ხარისხიანი ტესტირებაა ხელმისაწვდომი. ნებისმიერი ტესტი არა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ზედმეტი მკურნალობით არ დაზიანდით რა. ეგ არის და ეგ. გაფრთხილდით, დარჩით ჯანმრთელად, გამოიწერეთ ჩემი არხი YouTube-ზე, თუ გაინტერესებთ გასტრო ამბები. SIBO-ს მკურნალობაზე ამ მოხსენებაში, არც მილაპარაკი არაფერი და არც არის ახლა YouTube-ზე სასაუბრო, ხა ანტიბიოტიკების დოზები და ისინი ქვეყანაში სადაც ჭარბ მკურნალობაზე ვლაპარაკობ და მაგაზე ვაფრთხილებ ხალხს, რომ ბევრი მკურნალობა არ ჩაიტარო ზედმეტად თქო, ეხლა კიდევ ანტიბიოტიკების დოზებზე მელაპარაკა, არც იქნებოდა იდეა სწორი, ამიტომ ეგ შეგნებულადაც გავაკეთე რა. აბა კარგად.